ადროს კურსით თამაში. და ისევ შეტევა საფრანგეთის ნაკრებისა ჩაწოდება საჯარიმო მოედანში დარტყმა ყოჩახ გენიალური ბურთი აიღო ლორიამ. ლორიამ გააკეთა სასწაული. ლორიამ გააკეთა სასწაული ახლო მანძილიდან ჟირის დარტყმული ასეთი ბურთის აღება არ საოცრება იყო ეს. გააგრძელდა საფრანგეთის ნაკრების კიდევ ერთი ძალიან სახიფათო ეპიზოდი და ისევ ბრავო საქართველოს ნაკრების მეკარეს. ყოჩახ ლორი. ყოჩახ ყველაფერი დაიწყო გრიგალაშვილის შეცდომით მოედნის ცენტრში, როდესაც მან გადაწყვიტა რომ ქუსლით დაუტოვოს ბურთი პარტნიორს. ყველა სანახავ დროს აჩერებს. სანიამ დაარტყმა. ეს უკვე მეორე ეპიზოდია. ეს მეორე ეპიზოდია, კი, გეთანხმები, მაგრამ აქაც საოცარი ბურთი აიღო. არა, პირველი და პირველი იყო, არ ვიცი. ენა ჩამივარდა ისეთი ბურთი აიღო ლორიამ. ყოჩახ აქ მეტი არაფრის თქმა არ შეიძლება ყოჩახ გიორგი ლორი. საოცარი შეხედვა. არ ვიცი, ერთი წუთის მანძილზე ორი გმირობა ჩაიდინა საქართველოს ნაკრების მეკარემ. კარიერაზე, მომავალზე ამ ნაკრებში დაფიქრდებიან უკვე საქართველოში. ისედაც ფიქრობ. ბორისი ძლიერად გზავნის ბურთს წინ. ბოლო შეტევა აქვს ფრანგებს. მე მგონი აღარც აქვთ ვინაიდან გამოვიტანეთ ისე ბურთი და დათავდა. ფრე 0-0 დავატოვებინეთ ფრანგებს 2 ქულა თბილისში, რაც მე ვიტყოდი არის ეხლა გმირობის ტოლფასი. კი, ყოველთვის საუბრობდით რომ რაღაც არ გამოდიოდა.